მაკვირებს ხოლმე ესეთი ესქატოლოგიური შიშები, ვეღაცა რო ამბობს, რომ აი მე გადავგვარდებით. მითხრან ერთი ერი, რომელიც გადაგვარდა, ნუ ამ უახლოეს საუკუნეებში და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შეიქმნა უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთი როგორც არის გაერო. მოგიყვარო მაგალითად რომელიც გადაგვარდა, როგორ შეიძლება გადაგვარდე? რას ნიშნავს უნდა გადაგვარდე? სხვანაირი რო იქნები? რა საკვირია სხვანაირი იქნები? მარტო მაპატიეთ. ფარნავაზის დროინდელი ქართველი, გორგასლის დროინდელი ქართველი, დავით აღმაშენებლის დროინდელი ქართველი, გიორგი ბრწყინვალის დროინდელი ქართველი, ერეკლე მეფის დროინდელი ქართველი და დღევანდელი ქართველი ერთნაირია? შეიძლება ფარნავაზის დროს ქრისტიანიც არ იყო რა? ესე იგი შეიძლება თქვენ ვერც გაიგოთ იმისი ლაპარაკები. რასაკვირია ჩვენ ვიცვლებით და მუდმივად შევიცვლებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩვენ ქართველები არ ვიქნებით, ჩვენ ვიქნებით ისეთივე ქართველები როგორც ვიყავთ. და როცა ამას ამბობენ, მე მაწუხებს რა იცი? ესე იგი როგორი ცუდი წარმოდგენის არის ეს ხალხი ქართველებზე, იკო. ჩემზე. იმიტომ მე მიმაჩნია ჩემი თავი ქართველად და მე სულ არ მიმაჩნია რომ მაგალითად მე იმიტომ რომ ინგლისური ვიცი ან რამე სხვა ვიცი, ნაკლები ქართველი ვარ, ვიდრე თქვა ბირჟაზე რო იდგა 50-იან წლებში, რომელიმე ესე იგი ქართველი. ზოგ სხვათა ეგრე გონია რომ ინგლისური თუ არ იცის უფრო ქართველი. ეგეც ხალხიც ვიცი. ყველანაირი ხალხი არსებობს ამ ქვეყნად. ეხლა და ბოლოს გვაქვს თუ არა ჩემს გავს თუ არა ჩემს კასტრირებულ კატოს დღევანდელი საქართველო. რაზეც ლაპარაკობ. არა, დღევანდელი საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნამდვილად იმ ზომამდე, რამდენადაც შეიძლება იყოს სახელმწიფო დამოუკიდებელი დღევანდელ ურთიერ დამოუკიდებულ მსოფლიოში. ეს ესეა. არც ერთი ქვეყანა არ არის მთლიან დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება ბაზარი, ზოგს რა ჭირდება, ესე იგი სხვადასხვა საჭიროებები აქვს ქვეყნებს, ინტერესები აქვს. და ამიტომ მთლიანად დამოუკიდებელი კი არ არის. მან უნდა გაითვალისწინოს რაღაცები. მაგრამ საქართველოს სხვა მხრივ რასაკვირია დამოუკიდებელი. ეხლა მე მეცილება ხო ზოგჯერ გონიათ რომ ამერიკის კარნახით მოქმედებს ეს ქვეყანა. ეს არის სრული სისულელე, იცოდეთ. ჯერ ისე საიდან იცოდეს ამ ხალხმა ვინც ამას ლაპარაკობს. ეს შეიძლება ვიცოდე მე. რატო? იმიტომ მე 11 წელი ვიჯექი ყველა საუბარზე ამერიკის პრეზიდენტებთანაც და ამერიკის სადაზვერო სამართლოს უფროსებთანაც. ყველა კონფიდენციალურ საუბარს ვესწრებოდი. მე არ მახსოვს რომ ამერიკას ზეწოლა მოეხდინოს საქართველოს. იყო ორი შემთხვევა თუ შეკითხვებში შემეკითხებით შემიძლია ეკითხო. მაგრამ ნახავთ რომ იქ აუცილებელი იყო ეს. სხვა დანარჩენი არის რჩევები. რჩევას დასაკვირველი ყველა გაზრდას, მაგრამ რა არის ამერიკის რჩევები, მაგალითად მე რაც მომისმენ. ჩაატარეთ პატიოსარი არჩევნები. კონდეთ ესე იგი ადამიანის უფლებები დაიცავით. და ყველა ასეთი ტიპის რაღაცები გადავითარეთ ეკონომიკა, ესე იგი არაფერი არასდროს ისეთი რაც საქართველოს მავნეა მე ამერიკელებისგან არ გამიგია. და არც არავისგან რას ნიშნავს, ვინ კარნახობს, როგორ უნდა უკარნახოს. ეს არის სულ სისულელე, იცოდეთ ხალხო. ეს არის მითები და ხალხი მითებს ზიაგებს ამ ყველაფერს, იმიტომ თვითონ ეს ადამიანები არასდროს არ ყოფილან იმ მაღალი რანგის პოლიტიკაში. სადაც ეს ყველაფერი ხდება, ეს შეიძლება იცოდე, მაშინ თუ კი ესწრებოდი ამას, საიდან უნდა იცოდე სხვანაირად. მე ყველა ჩანაწერი მაქვს, ყველა საუბრის, ხა წარმოვიდგინეთ. იცით და დასაწყისში მე შეიძლება გამომრჩა რამდენიმე, როცა ვთარგმნიდი. იმიტომ რომ იყო დრო, როცა ჩვენ თარგმნელი არ ყავდა, თქვა, ჯერ ისეთი პროფესიონალი თარგმანი რომ იცოდი და მე მიხდებოდა თარგმნა. აი ხა როცა თარგმნი, მაშინ ძლელია ეს გაკეთება და მე როდესაც უკვე ძალიან კარგი თარგმნელი ყავდა ჩვენ, აი ეს იყო ნათია ფორჩხიძე და არა მარტო ის, რამდენიმე სხვაც, ესე იგი თანამშრომლები უკვე თარგმნიან. მე ყოველთვის ვაკეთებდი ჩანაწერს. იმიტომ რომ ჩანაწერები უნდა დარჩეს აუცილებლად. ისტორია ეგ არის მეტი გაფე. ისე რომ მე ეს შემთხვევით არ თქვი, ეს მე ცოტათი მაღელვებს ხოლმე როცა მესმის გავს. ვისო იანკელი კარნახობსო რა უნდა გააკეთო. აი რა ახლა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ვექტორს, არა, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ნუ რატომ მივდივართ? იმიტომ რომ ეს ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი. ანუ ჩვენი არსებობის საკითხი. გაწევრიანება ევროკავშირში, ნატოში, ეს ყველაფერი. შემთხვევით კი არის რომ უკრაინას ასე ამგზით მიდის. იმიტომ რომ მან იცის რომ საშიშროება ყოველთვის ელის. ეხლა როცა ზოგჯერ პარალელები გავლებენ ხოლმე ამერიკა სულ ერთი არ არისო, ვიღაცა მითხრა ამერიკის მონა იქნებიო თუ რუსეთის. ბიჭო, ამერიკას რა ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ? ჩვენ 90-იან წლებში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ საერთოდ რაიმე ინტერესი გაჩერდა ამერიკას საქართველოს მიმართ. და რუსეთს აქვს სხვა ინტერესი, რუსეთს უნდა აღადგინოს იმპერია. საბჭოთა კავშირი არ ამგონია რომ უნდოდეს. იმიტომ საბჭოთა კავშირი
თავისი პოლიტიკური სისტემით უკვე რუსეთისთვის დღევანდელი რუსეთისთვის როგორც დღევანდელი რუსეთია არ არის მისაღები. მაგრამ იმპერია ყოველ შემთხვევაში რომ შენ გაგხადოს თქვა ვასალი კასტრირებული პოლიტიკურად რა საკვირველია ამ პაპაცია ბუნებრივი გაიკეთებს. ამერიკას რა სჭირდება ეს ვერ გავიგე. რატომ უნდა სჭირდებოს რა დიდი ქვეყანა ხარ რომ ბაზარი ჭირდება, აფერი არ ჭირდება, რა ჭირდება. ნუ ახლა როცა რასაკვირველია კავკასიას მიმართ არ შეიძლება რაღაც ინტერესი არ ქონდეს, მაგრამ ყოველთვის ინტერესები ძალიან განსხვავებულია მისი და რუსეთის. ეს გასაგებია. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ევროკავშირში და ნატოში საქართველოს უნდა ცდილობდეს რომ გაერთიანდეს, ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ თავისთავად პროცესიც მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩვენ პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობთ, მე ისიც რაღაც მაინც ის კარგია რომ რაღაც კონტროლს ამ შემთხვევაში ვგზნობთ. ანუ ჩვენ უნდა შევასრულოთ ის პირობები. ეხლა რა პირობები ევროკავშირის პირობები არის ყოველთვის ლიბერალურ დემოკრატიული რა. სხვა რა პირობები უნდა ქონდეს ევროკავშირში.